ზოგადად ზელენსკის გააკრიტიკა, რომ ის თითქოს იტყუება ამის შესახებ, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო ძალიან კარგი განცხადება, რომ თუკი შეერთებული შტატები უკრაინისგან ამ ტიპის უკან დახევას და ამ ტიპის ტკივნეულ კომპრომისებს არ ითხოვს, ალბათ ეს საინტერესო განაცხადი იყო ამერიკის მხრიდან. უნდა ვთქვათ, რომ ერთი არის საჯარო განცხადებები და მეორე არის რა ხდება ხოლმე რეალურად, მით უმეტეს რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ხშირად ცვლის პოზიციას და ეს არათანმიმდევრულია და მარკო რუბიო არის ერთგვარი სწორედ ის როგორ გამაშალიშინებელი შეგვიძლია ვთქვათ დონალდ ტრამპის განცხადებების, რომელიც შემდგომ მედია საშუალებებში ხდება ხოლმე და სხვადასხვა დონალდ ტრამპს თავად აქვს ნათქვამი, რომ მე რასაც ვამბობო მარკო რუბიო ამას უფრო ესე ვთქვათ აორგანიზებს და უფრო ლამაზად აწვის საზოგადოებასო, თუმცა ეს პრეტენზიით თქვა, რადგანაც მარკო რუბიოს სიტყვები ძალიან მოსწონთ ჩემგან განსხვავებით. რეალურად რა ხდება ეს არის. ეს არის მთავარი რაღაცა, რომ რეალურად დახურულ კარს მიღმა რა დგას დღის წესრიგში და რაზე მიდის მოლაპარაკება არ ვიცით. ფაქტი არის, რომ უკრაინაში პრევენციულად ამ ამბის გამოტანა ზელენსკის მხრიდან იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი აქტივი ახლა უკრაინის და მთავარი კრიტიკული მონაკვეთი დონბასი. ხო, ზუსტად ამაზე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ანუ შემთხვევით უკრაინა არ აყენებს დღის წესრიგში ამ საკითხს. უკრაინისათვის მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა ნებისმიერი მოლაპარაკება, თუკი ამ თემაზე დაიწყება, უნდა არსებობდეს ის წითელი ხაზი, რომელსაც უკრაინა არ დათანხმდება. ამას პრევენციულად აკეთებს ის, თუ უკვე დამდგარი დე-ფაქტო მდგომარეობის, რაც ამერიკიდან იყო განცხადებული, ან რუსეთიდან ხდება განცხადება ამასთან დაკავშირებით. ამის დე-ფაქტო შესაჩერებლად პრევენციისათვის აკეთებს, თუ უკვე მომხდარ ამბავზე აქ რეაგირება რეზონანსულია, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მთავარი რაც არის ის, რომ უკრაინის კრიტიკული პოზიცია ამ შემთხვევაში არის მართლაც გადამწყვეტი. რადგანაც აი თუ კი უკრაინას რაიმე მართლა ხელშესახები აქვს მისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგვარი გარანტიისათვის, მით უმეტეს შემდგომ, როგორც უნდა ვთქვათ, პოლტავასა და დნიპროპეტროვსკის ოლქში, რომელიც დონბასის დასავლეთით მდებარეობს, არის სწორედაც დონბასის დარჩენილი ნაწილი. ანუ სხვა ამას გარანტია რეალურად არ ექნება რა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ჩვენ დავიღეთ მართლა კრამატორსკა და სლავიანსკის ორი მთავარი უმნიშვნელოვანესი დაახლოებით 100,000-120,000-იანი მოსახლეობისგან შემდგარი დიდი ქალაქის ფორტიფიკაციებს, ამ ქალაქების დათმობა ნიშნავს, რომ მართლა სტეპია. მერე უკვე პავლო დარამდე დიდი ქალაქი აღარც არის. დაახლოებით 100-200 კილომეტრი არის სტეპი, თუ მეტი არა. სტეპითანაც ისეთი სტეპი კი არა, სადაც რაღაცების გაკეთება შეიძლება, სადაც ცოტა ხე ხარობს, სადაც ძალიან ცოტაა მდინარე, რომელიც გამოიყენებოდა რეალურად სახნავს სათესად ეს ტერიტორიები. ამიტომაც უკრაინამ თუკი ეს ტერიტორიები მართლაც დღის წესრიგში დააყენა რუსეთმა, ამერიკამ და ამ ტერიტორიების დათმობაზე მიდგა საუბარი. რეალურად ძალიან რთული იქნება ნებისმიერი იმგვარი გარანტიის შემოთავაზება უკრაინისთვის. რაც მართლა ხელშესახები იქნება და რაც მართლა უკრაინას დაეხმარება. და ეს არ არის მარტო უკრაინის საკითხიც რა, ეთქარაც ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი იმგვარი განცხადება, რომ შენ რაღაცა დათმე, ნიშნავს, რომ შენ ოფიციალურად აღიარე დაპყრობითი ომის პრეცედენტი. შენ ამას არ აქვს მნიშვნელობა ახლა დე-იურედ გაუფორმებ მოსკოვს თუ დე-ფაქტოდ უღიარებ, მაგრამ აღიარების პრეცედენტი, რომ აჰა, შენ წაიღე რაღაც ტერიტორია და მოდი ამ ტერიტორიაზე მე ვიქნები, ნიშნავს, რომ ის არის, რასაც პატრუშევი ამბობდა 2024 წლის ბოლოს, როდესაც არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში დამთავრდა, პუტინის მარჯვენა ხელი რეალურად და პოტენციური შეიძლება შემცველიც კი, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც ამბობდა, რომ ხო, ჩვენ გვინდა ამერიკელებთან დავსხდეთ და გადავინაწილოთ რა ტერიტორიები, დავჭრათ რა. ჩეხოსლოვაკია ორი გვინდა რა. გვინდა რომ გამარჯვებად გაყიდის პუტინი ამას. ხო, ანუ აქ საკითხი არის ცოტა სხვანაირი. ეხლა უნდა შევხედოთ ჩვენ კრემლის მხრიდან პერსპექტივას. კრემლისათვის თავად ეს პრეცედენტი, რომ მას რაღაცები შეიძლება დაუთმოს ვიღაცამ დასავლეთში, ეს უკვე მისი გამარჯვება. ეხლა არ მაქვს მე საუბარი რაღაც მიწაზე გამარჯვებაზე, მაგრამ საუბარი მაქვს პოლიტიკურ საკითხზე. ეხლა თავს ნუ მოვიტყუებთ ჩვენ და მე არ ვაპირებ ამის გაგრძელებას, რომ რაღაცა როგორც ამბობ, რომ აი ეს მოლაპარაკება კარგია, სწორ რაღაცა ხო უნდა დაალაგდებს შვიდობიან. თუკი შენი ლაპარაკები მოწინააღმდეგეს იმაზე, რომელზეც მოწინააღმდეგემ დაიწყო ეს ომი, ერთ-ერთი მიზეზი რაც იყო და ეს იყო საერთაშორისო არსებული სამართლებრივი წესრიგის სრული კოლაფსი და დაპყრობითი ომის დაბრუნება, გაუმარჯვია მას ამ კომპონენტში უკვე გამარჯვება. ანუ ეხლა თავს ხო მართლა არ მოვიტყუეთ, რუსეთის უკვე ეს უკვე დიდი წარმატებაა რა, სამხედრო წარმატებაზე არ მაქვს საუბარი. პოლიტიკურ წარმატებაზე ვამბობ. ტიმმა თქვა რომ მე მინდა რომ დაპყრობითი ომი დავაბრუნოო, ამაზე მინდა ვილაპარაკოთ, ამაზე მინდა შედგესო ეს დღის წესრიგშიო და რაღაც დონეზე დასავლეთის გარკვეულ ნაწილში ამაზე უკვე დისკუსია რომ მიმდინარეობს. ეს უკვე წარმატება. ეს არ ნიშნავს რომ ეს არის რაღაცა დამასრულებული, ეს არის ფუნდამენტური, ეს უკვე დაამთავრებული, მაგრამ ეს კომპონენტი, აი ეს პატარა კომპონენტი უკვე საშიში, ამიტომაც
რუსეთს ეს ამბავი ხელს აძლევს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ერთ ღამეში ყველაფერი დასრულდა და აგერ რუსეთმა უკვე წარმატებას მიაღწია თუნდაც პოლიტიკურად, იმიტომ რომ ამას სხვები არ უღიარებენ. და სხვათა შორის ამ ყველაფრის ეფექტი არის ის, რომ ევროპას იმაზე მეტი შემოულაწუნეს გამოსაღვიძებლად, ვიდრე შემოულაწუნებიათ ვიღაცისთვის, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მას ეხება, მის შემდგომ უსაფრთხოებას ეხება და პარტნიორისგან ეს ცილა ცოტა სხვანაირია, იმიტომ რომ დონალდ ტრამპი მთავარი პარტნიორი ევროკავშირის ყოველდღიურად აკრიტიკებს ნატოს და ევროპელებს და იძახს, რომ ჩვენ მათ გარეშე გავაკეთებთ ყველაფერს, მათ შორის ჰორმუზის სრუტეზე აქცენტით. ხო, ამაზე მინდა განცხადება გავაკეთო და ვთქვა, რომ დონალდ ტრამპს ეს ყველაფერი შავბნელად არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის უდიდესი დამსახურებაა, რომ აგერ გუშინ იყო სტატისტიკა, რომ ნატოს ყველა სახელმწიფო 2%-ს მიაღწია თავისი თავდაცვის ბიუჯეტის და ეს უკვე საქმეა. დონალდ ტრამპამდე ხალხს ეძინა ევროპაში და რეალურად ეგონათ, რომ ეს ყველაფერი ახლა 30 წელი იყო სტერილური გარემო. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ შვიდობა ცუდია და რაღაც პირიქით მშვენიერია, მაგრამ სტერილური გარემო იყო. ხალხმა ჩათვალა, ფუკუიამას წიგნებით დარბოდა ხალხი და ამბობდა ისტორია დასრულდაო. და სტუდენტები იზრდებოდნენ, მე უშუალოდ შეხება მქონდა ამ საკითხთან, ხო, მე ამ მიმართულებაზე მუშაობ. ხალხი დარბოდა ფუკუიამას წიგნებით და ამბობდა ისტორია აღარ იქნებაო, მშვიდობა იქნება სამუდამოდ და ჯარი რაღაც გვინდაო და ურსულა ფონ დერ ლაიანი, ახლა რომ ევროკავშირის რეალურად ევროკომისიის პრეზიდენტია, თავდაცვის მინისტრი იყო გერმანიის. საშინელი თავდაცვის მინისტრი იყო. თუმცა ფუკუიამასთან დაკავშირებით შეიძლება შეგეკამათოთ ეს რო დასრულდეს ეპოქა აგრესიების და ომების ეპოქა. უნდოდეს ერთი არის და დასრულდა აბსოლუტურად მეორე. მოდით ფუკუიამას საკითხი ძალიან მარტივად ვიკავათებთ ამაზე, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი ახლა თქვენი შეფასება იმაზეც, იმიტომ რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე ერთია რომ ტრამპს რაც შეეხება, მუდმივად ვისმენთ ასეთ განმარტებას, რომ არ არის მნიშვნელოვანი რას აცხადებს და აკვირდით მის ქმედებებს ხშირად ამბობენ და რამდენად შეიძლება ტაქტიკა იყოს მისი მხრიდან ერთ დღეს ერთი თქواس, მეორე დღეს მეორე თქواس და ეს მისი არაპროგნოზირებადობა პრობლემა იყოს არა მხოლოდ პარტნიორებისთვის, არამედ მისი მოწინააღმდეგებისთვის და შეიძლება ერთგვარი აქტივიც ამ შემთხვევაში. ორი აზრი არსებობს, ეგრეა, ყოველთვის უნდა შევხედოთ ჩვენის რომ არაპროგნოზირებადობა თლად ყოველთვის ცუდი არ არის, ცუდი არ არის საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ჩვენ მეტოქეებს უპირისპირდები, მაგრამ აი ირანიდან შეხედეთ, ან რუსეთიდან შეხედეთ რა, არენდობიან დონალდ ტრამპს. არც ირანი ენდობა და აგერ როდესაც დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ 5 დღიანი მორატორიუმი ცხადდებოდა ირანის ენერგო ობიექტების დაბომბვის წინააღმდეგ, ენერგო კონკრეტულად დაბომბები გრძელდებოდა. ფაქტია რომ არენდო ირანი და ფაქტია რომ რუსეთი არენდობა მას, ფაქტია რომ ჩინეთი არენდობა მას, ფაქტია რომ მისი პარტნიორები არენდობიან მას. ეხლა რა თქმა უნდა, ვიმეორებ ეს მხოლოდ ცუდი არ არის, როცა შენ არაპროგნოზირებადი ხარ და შენ არ იცი რას გაკეთებენ, ცუდი არ არის, მაგრამ ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის და ხანგრძლივი ურთიერთობისათვის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, რომ იქნება მსოფლიო და არის მსოფლიო ახლა კრიტიკული გარდატეხის პერიოდში. როდესაც უკვე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მსოფლიო აღარ არის უნიპოლარული. ანუ ამაზე უნდა გავუსვათ ხალხს. დონალდ ტრამპამდე უბრალოდ აი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია რომ ავიღოთ და იგივე ჯონ ბოლტონი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველ ადმინისტრაციაში იყო ძალიან მაღალჩინოსანი ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი, ის ამბობდა ამას, რომ დონალდ ტრამპიო რო იღვიძებდაო, დილით რა საღამოს რაც შეთანხმებულები ვიყავითო, დილით მას აღარ ქონდაო უკვე რა, სხვა გათქმული ქონდაო. ამიტომაც პარტნიორები უკვე ეჭვის თვალით ვიყურებდნენო და აი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რომ შეადარო თქვენ, მიუხედავად იმისა მოგწონს არ მოგწონს ეს ცალკე საკითხია, მის საკითხი. პროგნოზირებადი იყო. ვიცოდით რას რა მოხვებოდა. დღეს რეალურად არ იცი, დღეს შეიძლება შენ მაგალითად არ ვიცი მოაწყო დონბასში გენოციდ და მე ალასკაზე სამენტი გქონდეს. მე მეორე დღეს თქვეს რომ მელანია მოვიდა ჩემთანო და მელანიამ თქვა რომ აგერ დაიბომბა უკრაინა და ისე გაუბრაზდე. მე იმას კი არ ვამბობ რომ თანმიმდევრულობაში არის პრობლემა, ხო? საქმე ახსენეთ თქვენ, ხო? აი ის რომ უკრაინასთან მიმართებით შეერაღების მიწოდება შემცირებულია და ის რომ ირანთან მიმართებით არათანმიმდევრულია ამერიკის პოლიტიკა, ეს პირველივე საათებიდან ჩანდა. ბევრს ზეიმი ქონდა, რა თქმა უნდა, პირველ საათებში და ამერიკის დომინაცია ომში ხელშესახები იყო ჰაერში და ზღვაში და არის კიდეც ირანთან, ამაზე არ დავობთ, მაგრამ ის რომ საუკეთესო სცენარზე რომ ომი დამთავრდება, იმიტომ რომ აიათოლა მკვდარია და ამ დროს ირანის ისლამური რევოლუციის გუშახთა კორპუსი ცოცხალია და ეს გუშახთა კორპუსი, რომელიც არის რეალურად იდეოლოგიური ცენტრი და მის განადგურებაზე აქცენტს არ აკეთებ და არ ნიშნავს და ასევე არ გაქვს აქცენტი რომ ხმელეთზე რაღაც უნდა შეცვალო, ეს უკვე პრობლემაა.
იმიტომ რომ ჩვენ ხო საუკეთესო სცენარებზე ფსონის დადება ვნახეთ იგივე უკრაინაში რუსეთმა რა ეგრე არ გააკეთა და გადათქოს ამ დღეში კი ეგ ავიღებო და ეგ ეგონა რომ ეგრე იქნებოდა ცუდი შედარებაა იმიტომ რომ ეხლა ამერიკის ომი ამერიკა-ისრაელის დარტყმები ირანში გამართლებულია თავისი ჰუმანიტარული საკითხითაც ხო 40,000 კაცი მიარჩევა მიხჩია და ტყუიები მიარ დამიშენია ლამის გენოციდი სისხლიანი იანვარი დიახ მაგრამ აი საკითხი იყო ეგეთი რომ ირანში თუ კი მიწაზე რაღაც არ მოხდებოდა ან არ მოხდა ძალიან რთულია ჩვენ ვილაპარაკოთ რეჟიმის ცვლილებაზე იმიტომ რომ აი ძალიან მარტივი არის ისტორია ხო ბევრ ამას გვასწავლის პრეცედენტი არ ყოფილა რომ რეჟიმი შენ სრულად შეგეცვალა არ ნიშნავს რომ ნაწილობრივ გახსნა სრულად შეგეცვალა მხოლოდ დაბომბების გზით ამის კაი პრეცედენტი იყო, როდესაც იუგოსლავიას ბომბავდნენ, ამ სერბე ბელგრადს ბომბავდნენ 78 დღის განმავლობაში, მაგრამ რეჟიმი არ შეცვლილა. ისიც იმიტომ გამოიყვანა კოსოვოდან ჯარი სერბეთმა, რომ რუსეთმა უკარნახა. ვიეტნამი გადაასწორეს მიწასთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა, მაგრამ ფაქტი არის, რომ ვიეტნამში ომი ვერ მოიგო. ფაქტი არის, რომ საჰაერო და საზღვაო დომინაცია, რომელიც ამერიკას აქვს და რომელიც უიშვიათესია დღევანდელ ომში, რომ დომინაცია ჰქონდეს. აი, მსმენელს აუხსნი, რომ რუსეთს უკრაინაში დომინაცია კი არა, უპირატესობაც კი არა აქვს საჰაერო. მას აქვს გარკვეული ნიშნები ზოგიერთ რაიონში უპირატესობა, მათ შორის სტრატეგიულ ბომბდამშენებში, ამაზე კითხვაც არ არის, მაგრამ აი უპირატესობა მოპოვებული, რასაც ნიშნავს, რომ შეშეგიძლია საერთო დედაქალაქის თავზე გადაიფრინო და დაბომბო ჰაერიდან შენი გამანადგურებლებით ობიექტები არ აქვს. და ახლა ამერიკას აქვს დომინაცია. დომინაციას ნიშნავს ის, რომ შენ შეგიძლია თავისუფლად იფრინო რეალურად, რა სიმაღლეზეც გინდა და მოლოდინი არ გქონდეს. იმის რომ მოწინააღმდეგე რამეს გიზამს, მაგრამ ეს არის საშუალება. ეს არის საშუალება იმისა, რომ შენ ხმელეთზე თუ რამეს დაიწყებ ომი მოიგო. იმიტომ რომ ლიბიაში, როდესაც 2011 წელს მოხდა ცნობილი სახალხო აჯანყება და მიეხმარა აშშ-ის ჰაერიდან, რა თქმა უნდა, მუამარ კადაფი ჩამოკიდეს ფეხებით, მარტივად რო თქვა და დამთავრდა მისი რეჟიმი, მაგრამ რატომ იცით? ჰაერიდან კი არ მოიგო მხოლოდ ომი. მიწაზე ხდებოდა რაღაც და თუ კი აშშ-ის რეალურად მართლა სურს რომ რეჟიმის კოლაფსი მოხდეს, ან მიწაზე უნდა მოხდეს სახალხო აჯანყება, ან მისი ჯარის შეყვანა, ან იმ პოლიტიკური ამოცანის შესრულება მაინც, რასაც ქვია ურანის გამოტანა იქიდან, რასაც სპეციალური რაზმები მაინც დაჭირდება. სხვა მხრივ ძალიან რთული იქნება ამისი შესრულება, განა იმიტომ რომ ეს რაღაც პატარა დიდი ქვეყანაა და პატარა არ არის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იდეოლოგიურად დღეს ეს შემდგომი თაობა, რომელიც ახლა ახალ თანამდებობებს იკავებენ, ამ ეს ტიპები არიან მოტივირებული. ნუ დაამტკიცო რომ ისინი ამერიკას წინააღმდეგობას უწევენ, აგერ კი იქ ხამენეი მოკვდა, აგერ იქ ლარიჯანი მოკვდა, მაგრამ ახალი ტიპები, ვინც ამათავსებენ, კი ეს არის ერთგვარი ფრცხნის სტრატეგია, რომ აი შენ ვიღაცებს იპოვი, ვინც საბოლოო ჯამში ითანამშრომლებს შენთან, მაგრამ რისკიანი სტრატეგიაა. უფრო რეალისტური სტრატეგია რომ მიწაზე ან აჯანყება დაიწყოს და ხელშეწყობა მოხდეს, ან ამ შემთხვევაში შეიძლება ეს უმცირესობების გამოყენებით იყოს, ან შეიძლება გარეძალები იყვნენ და აგერ უგანდა, რამდენად სარვაშგერდეს ახლა მსმენელისათვის ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს ეს ქვეყანა. უგანდამ გამოთქვა ინიციატივა რომ მე მზად ვარ რომ მეც გავგზავნო თეირანში ჯარიო რა. ეხლა მინიშნება იყო გარკვეულწილად იმაზე რომ თუ ფინანსები იქნება და ისრაელის მხრიდან და ამერიკის მხრიდან რომ შეიძლება რაღაც გავაკეთო, მაგრამ შეიძლება გარეძალების დახმარება. სხვა გვარად უბრალოდ ის რომ დაბომბების კამპანიამ შეიძლება პოლიტიკურ მიზანს მიაღწიოს ეს ძალიან რთული საკითხია და შევაჯამებ ამას რა ჩვენ მე თეორიულად არ ვაპირებ ამის შეჯიბ პრაქტიკულად რა ვიყოთ ომის გამარჯვება და მარცხება არის არა სამხედრო საკითხი არამედ პოლიტიკური საკითხი შენ შეიძლება მოიგო 100-ვე ბრძოლა რაც ვიცი ჩვენ ამერიკას მოუგია 100-ვე ბრძოლა ვიეტნამში მაგრამ ომში შეიძლება ვერ გაიმარჯვო, იმიტომ რომ ომს აქვს თავისი პოლიტიკური სამიზნე და რა სამიზნეებია ეს? რა სამიზნეები შეიძლება იყოს, ხო? და ერთი მაინც თუ არ შესრულდა, ეს ომი ვერ ჩაითვლება მოგებულად. პირველი სამიზნე შეიძლება იყოს რეჟიმის სრული ცვლილება. მეორე სამიზნე შეიძლება იყოს რეჟიმის ნაწილობრივი გახსნა ვენესუელაში რაც ვიხილეთ და რეჟიმის კოლაბორაცია შენთან, რაც ასევე მიღწევადი მიზანია. ეს შეიძლება ჰაერიდანაც მიაღწიო და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს დონალდ ტრამპი, როცა მან ვენესუელის სცენარი რამდენჯერმე ახსენა. შეიძლება იყოს ძალიან რთული მისაღწევი იქნება მხოლოდ ჰაერიდანაც. მესამე შეიძლება იყოს ურანის გამოტანა. ანუ ურანის არანებით დათმობა, არამედ შეჭრა, შეყვანა, გამოყვანა ამ ტერიტორიიდან. მეოთხე შეიძლება იყოს ეს ორმუზის სრუტეს სრული კონტროლი და ორმუზის სრუტის კონტროლთან ერთად იმ ნავთობის კუნძულების კონტროლია, მათ შორის შეიძლება იყოს ხარკი და ასე შემდეგ. რაც მთლიანად დაასუსტეს ირანის ეკონომიკას და ის ტიპი პოლიციელი ბასიჯის ტიპი ხალხს რო ქუჩაში ხრეთს და კლავს ხელფას რო ვერ აიღებს და სახში სისხლიან ფულს ვერ მიიტანს მე შეიძლება აჯანყდეს ისიც რა ამიტომაც ეგ შეიძლება იყოს გეგმა მაგრამ თუ კი აქედან ვერც ერთი ვერ შესრულდა
ეს იმას წააგდა, იმას განცხადებები რომ აგერ ჩვენ ირანი ისე დავასუთეთ რომ ქვის ხანას ჩავიყვანთო, კი ბატონო, მე მაგაზე მოყვები ამერიკას კი არა ნებისმიერს, მაგრამ ქვის ხანაშიც რომ დაიყვანო, რეალურად მოწინააღმდეგე, შენ ნიშნავს რომ ომს მომავლისთვის გადადებ. ეს კი არნიშნავს რომ მოწინააღმდეგე შენ გაანეიტრალე. ნიშნავს რომ შენ მოწინააღმდეგე ისე დაასუსტე, რომ შენ საბოლოო მომავალ თაობებს დაუტოვე ახალი ომი, ან მიიღებ ირანს ბირთვული შეერაღებით, იმიტომ რომ ეს კარგად ვიცი ჩვენ ხა წინამსხმელის სტუმარსაც უსმენდა ჩინეთზე ლაპარაკობდით, ჩინეთი კარგად დაინახავს რომ თუკი აშშ პოლიტიკურ ამოცანას ხანგრძლივი დაბომბების კამპანიის შემთხვევაში ვერ მიაღწია და თურმე ხანგრძლივი დაბომბები ყოფილა გასაღები, უბრალოდ რომ ტაივანში შეიჭრას. რისი იმედი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ მხოლოდ დაბომბვით ჩინეთს შეაჩერებენ? თუკი ირანი ვერ შეაჩერეს? ამიტომაც არის ახლა კრიტიკული მომენტი და შეგვიძლია ვთქვათ რომ შეიძლება ეს ისრაელისთვის უფრო კრიტიკული მომენტი იყოს, იმიტომ რომ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისრაელი ამ შემთხვევაში არის ისრაელმა ძალიან ბევრი ომი აიტანა. ებრაელმა ხალხმა და საზოგადოებამ ისრაელში, ახლო თელ-ავივსა და იერუსალიმში ძალიან ბევრი ბრძოლა და ომი გადაიტანა განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი. დაიღალა ეს ხალხი, მაგრამ ამ ხალხში არსებობს ერთი კონსენსუსი, რომ ახლა ისინი მზად არიან ეს უზიმესი ფსიქოლოგიური, სამხედრო, ეკონომიკური თვირთი იტვირთონ ზურგზე, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას პრობლემა. და თუ ეს პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა, ახლა მივიღებ ჩვენ ისევ გამოცოცხლებულ რადიკალიზმს, რომელიც რეგიონში არასდროს არ აყოლდა, მაგრამ ირანის ეს დასუსტებულობა ერთგვარად აკავებდა და ირანი თუ გამოვიდა გამარჯვებული და წარმატებული, ჩვენ მე ვიხილავთ ახალი მასშტაბით გამოღვიძებულ ჰუსიტებს, ჰეზბოლას, ჰამას, სახალხო მობილიზების ნახევარს, ფედაინებს ეგენი რეგიონში არიან, ეგენი არსად არ გამქრა. კი ბატონო, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი და ისრაელის თემა უდაოდ მნიშვნელოვანია და მათ ერთგვარ წარმატებას მიაღწიეს კიდეც, იმიტომ რომ მათთვის პრობლემა მარტო ატომური ბომბი კი არ იყო, მათ შორის ეს ბალისტიკური რაკეტები და ის საშუალებები, რომელსაც ირანი ფლობს, მაგრამ ერთი თემა მინდა შემოვიტანო, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ნატო და ამ შემთხვევაში ევროპა და დასავლეთი დიდი შვიდეული, მათ შორის ჰორმუზის გათავისუფლებაში და რა ფორმულა შეიძლება იყოს ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ თავშეკავებას, მაგრამ ეს შეკრება დიდი შვიდეულის, რომელიც შედგა, იძლევა იმის ინდიკაციას უკვე, რომ იქნება თანამშრომლობა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? მე წარმოგიდგენია ძალიან მარტივად, რომ დაუდგეს უკრაინის საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებს და უნდა აუხსნა, რომ თუ იქნება უკრაინის დახმარება, ნატო ჩაერთვება ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებასა და გახსნაშიც, რადგან ცალმხრივი პარტნიორობა უბრალოდ არ არსებობს რა. ხო ამბობს დონალდ ტრამპი რომ ევროპის ომია, მართალია მაგაში ევროპის ომია, მაგრამ ევროპის ომი ნატო ხო ევროპაა, ეს ევროპის ნაწილია. შესაბამისად, თუკი უკრაინა მისი ომი არ არის, შეუძლია ძალიან მარტივად ევროპელებმა ხელი დაიბანონ და თქვას რომ ჰორმუზი მისი ომი არ არის. რაც თვისებრივად ორივე გაცხადება არასწორია. მე ამას არ ვიზიარებ. მე მგონი რომ ჰორმუზის სრუტე ისეთივე მნიშვნელობისა როგორც უკრაინის საკითხი, რომ არა, უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენი გადასახედიდან, მაგრამ მთლიანობაში ნატოს თუ ავიღებთ რა. თუ ავიღებთ ამ შემთხვევაში ორივეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს და უნდა დაუდგეს ძალიან მარტივი მოთხოვნა ვაშინგტონში, რომ თუ კი იქნება დახმარება უკრაინისათვის სრულფასოვანი და ის რომ პუტინისნაირ გენოციდურ ძალებთან აღარ იქნება თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დაგიდგებით გვერდით, რადგანაც სულ მარტივი ახსნადია რა. ახლა დონალდ ტრამპი შეიძლება დიდად გეოპოლიტიკა არ უყვარს და უფრო ორიენტირებული ეკონომიკურ საკითხებზე და ფინანსურ საკითხებზე, მაგრამ სულ მარტივად უნდა მოხსნეს ამის ახსნა და კონსენსუსი მათ შორის ყველანაირ ევროპულ საზოგადოებაში და დასავლურ საზოგადოებაში, მათ შორის ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ამ დასავლური საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი ვართ. ღერძი თუ არა, ყოველ შემთხვევაში ბასტიონი ნამდვილად ვართ, რომ არსებობს რეალურად ეს ძალიან საშიში, აგრესიული, რევიზიონისტული, ავტოკრატიული, დესპოტიური ღერძი, რომელშიც მოაზრებული არის ძირითადად სამი მოთამაშე თავის პატარა მოკავშირეებთან ერთად, ეს არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ამ ღერძიდან ნებისმიერი რგოლის გაწყვეტა, დასუსტება, დაზიანება ასე შემდეგ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ჩვენთვისაც და ჩვენი უსაფრთხოებისათვისაც და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვისაც. იმიტომ რომ თუ იმეს გონია რომ ირანი ეგრე მოყუჩებული იჯდება და თავისი ამბიციები არ აქვს, გინდა ისტორიული და გინდა თანამედროვე, ძალიან ცდება, იმიტომ რომ სმენელს მე ასევე შევახსენე. რომ მის მიერ დაფინანსებული ჰეზბოლა, ლიბანში არსებული ტერორისტული ორგანიზაცია, მხოლოდ ისრაელის ნამდვილად არ მოქმედებს. ჰეზბოლას ფესვები ეგრე სამხრეთ ამერიკამდე, კოლუმბიასა და არგენტინამდე მიდის. ანუ ამხელა მასშტაბის ცდომა აქვს მას. ხოლო რაც შეეხება ზოგადად რუსეთ-ირანის თანამშრომლობას, ჩვენ კარგად გვახსოვს, რამდენჯერ ყოფილა მათ შორის რაც კი თანამშრომლობა, რაც კი თანამშრომლობის ნიშნება ყოფილა, ან რეგიონში დიდი მოთამაშეების თანამშრომლობა ყოფილა,
ჩვენთვის ტრაგედია აღმოჩნდა ყოველთვის ჩვენაირი ქვეყნისათვის, ხო? ჩვენ გვახსოვს იგივე ამასიის ზავი ოსმალებსა და სპარსეთის წინაშე როგორ გაიყო საქართველოსაკიც და ჩვენთვის რაც უფრო ნაკლები ძლიერი მოთამაშე იქნება რეგიონში და ჩვენთვის საფრთხის შემცველი, მით უკეთესი და კიდევ ერთიც აქ საკითხი ერთი მარტივიც რა. სამწუხაროდ ახლა დასავლეთში ძალიან ბევრმა დაივიწყა ისტორია და სამწუხაროდ ახლა იხსენებენ. და მაგრამ ჩვენ იმ რეგიონში ვცხოვრთ, სადაც ისტორიის დავიწყება არ შეიძლება რა, სადაც ყველა ჩვენს მეზობელს ისტორია ახსოვს. რატომღაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ აღარ უნდა გვახსოვდეს ისტორია. მე ამას არ ვიზიარებ და ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება ჩვენს მეზობლებთან და ჩვენი ისტორიული გამოცდილება არის შემდეგი, რომ საქართველოს რამდენჯერაც აღმოჩნდა სუსტ პოზიციაში და მოწინააღმდეგე რამდენჯერაც აღმოჩნდა ძლიერ პოზიციაში, იმდენჯერ მივიღეთ ჩვენ დარტყმა. არც ერთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ საქართველოს ყოფილიყო შეუიარაღებელ მდგომარეობაში და მოწინააღმდეგე შეიარაღებული ყოფილიყო და საქართველოს მშვიდად ეცხოვრა. სამწუხაროდ დღეს საქართველოში ახლა ისეთი სიტუაციაა და ესეთი შიდა პოლიტიკური საკითხი და შემდგომარეობა, რომ ვერ ვიკვეხნით სამწუხაროდ ძალას, მაგრამ იმაზე მაინც ხო უნდა გქონდეს გათვლა და სურვილი მაინც და ანალიზი მაინც და კონსენსუსი მაინც და საინფორმაციო კამპანია მაინც, რომ მოწინააღმდეგეების დასუსტება გვიხარობდეს. აი ეს არის ამ წუთას მოწინააღმდეგე. კი, სამწუხაროდ